პატიმრების წამების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება კათოლიკოს პატრიარქის განცხადებით მან არაერთხელ გააფრთხილა სასჯელ აღსრულების მინისტრი, ასევე სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომ პატიმრები აღარ ეწამებინათ. ალბათ ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ ამ საშინელებას, აცხადებს პატრიარქი. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხისა. პატრიარქი ასევე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების ტალღასაც ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს ისინი გაათავისუფლოს, რადგან მათი დაკავება ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობასა და მტრობას. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიებთ პატიმრებს ნუ აწამებთ მეთქი. ხო, მე ყველაფერს ვაკეთებ ძალიან ყოველი მათგანი მებრალება. მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი უნდა გამოუშვან ეს ახლა დაპატიმრებულები. და იმიტომ რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთო და მუდმივად დაგანიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში. და ამაზე უარი გვეთქვა.